მოგესალმებით, დავბრუნდით ჩვენ პირდაპირ ეთერში. მე დავბრუნდი იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც პირადად შეისწავლა ჩაის კულტურის შესახებ ყველაფერი და ჩვენ მოგვიყვება, რა ცხადია და ჩვენს გავეცნობით. სალომე პაჭკორი არის ჩვენი ამ ბლოკის სტუმარი. სალომე, ნერვიულობ, არ ვიცი როგორ დავიწყო, რა უნდა გავაკეთო. ჩვენთან ისეთი არომატია, რომ მე გამიჭირდებოდა შენ ადგილას საუბრის დაწყება ბიჭერ ამ არაჩვეულებრივ სურნელს. არც მინდა რომ გავაგრძელოს საუბარი იმდენად ეს მუსიკალური ფონიც მეხმარება ამ ყველაფერში თავს ვგრძნობ იაპონიაში. სალომე, აბა დავიწყოთ. მოგესალმებით, მესალმებით ადამიანყურებელს. ჩვენ ახლა მსაჯულობთ რომ დავიწყოთ ჩაის ცერემონია, როცა კეთდება ჩაი, მიირთმევს სტუმარი და შემდეგ მთავრდება ეს ყველაფერი. ასევე გვაქვს არაჩვეულებრივი საკმაოელი, ესეც იაპონიიდან არის ჩამოტანილი. უკანა ფონზე თქვენ ხედავთ რაღაცას, რასაც ქვია კაკეჯიკო იაპონურად, ეს არის ჩაკეჯიკო, კაკეჯიკო. ეს არის ჩაის ცერემონიის ოთახის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილი და ზედ არის რაღაც წარწერა, რომელსაც მე ახლა წავიკითხავ, ეს არის იჩიკო იჩიე, რაც ნიშნავს ესეთ რაღაცას. ერთი შეხვედრა, ერთი შანსი. ანუ გამოხატავს ჩემი და სტუმრის განწყობას, აი ეს 10 წუთი, რასაც ახლა ერთად გავატარებთ მე და ჩემი სტუმარი, არის ერთი შანსი. ეს შეიძლება გავიგოთ ორნაირად. ერთი არის ის, რომ შეიძლება ახლა ვხვდებით პირველ და უკანასკნელ ეს უნდა გამოვიყენოთ, ესეთი კარგი ატმოსფერო. და მეორე ის, რომ შეიძლება კიდევ ერთხელ შევხვდეთ და ბევრჯერ, მაგრამ აი დღევანდელი ატმოსფერო, დღევანდელი გარემო, დღევანდელი დღე და ეს 10 წუთი აღარ განმეორდება არასოდეს. ამიტომ მაინც ერთი შანსი გამოდის. და არის განსაკუთრებული. აი ეს უნდა გამოვიყენოთ. ეს არის აზრი, მოდით დავიწყოთ. აი საკმაოდ უბრალოდ იმის ფუნქცია აქვს, რომ რაღაცა განსაკუთრებული არემონტი შემოიტანოს. მნიშვნელოვანია როგორ ვწდები. ეს არის აუცილებელი, რომ ფეხები უნდა გქონდეს არა ეს, არამედ დაწყენილი იაპონური ჯდომის სტილი, რასაც ქვია სეძა. სე არის სწორი, ძა არის დაჯდომა. დაჯდომის სწორი მაკო. მე მოხიბლული ვარ ამ ყველაფრით. სალომე, როგორც ვიცი, ამ დროს ოღონდ ყოფილა სწორი კვების გარდა თურმე. როგორც ვიცი, ამ დროს არ საუბრობენ, უბრალოდ ეხლა ვსაუბრობთ, რადგან ტელევიზიის აუცილებელია უნდა. აუცილებლად უნდა ავხსნათ ამ ყველაფერი. მოდით მე ახლა დავიწყებ მაგალითად, ანუ მე უკვე შემოვედი და ვიწყებ ჩაის მზადებას. მე ამ დროს ვარ ჩუმად უბრალოდ ვიყურებ. ამ შემთხვევაში ხო შეიძლება თან ვისაუბროთ შეკითხვებით დაგისვათ. თითოეულ მიმიკას ჟესტს აქვს თავისი სიმბოლური დატვირთვა? დიახ. ანუ მე ხო ჯერ არ დამიწია, მაგრამ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ მაგალითად რაღაცა, რასაც ქვია აისაცო, ანუ მისალმება. თუმცა ჯერ არ გავაკეთებ, როცა გავაკეთებ, თქვენც უნდა გააკეთოთ. კი ბატონო, იყურებთ ყურადღებით. ახლა ჯერ ვემზადები უბრალოდ დასაწყებად. ეს ყველაფერი ავიღეთ, ჩემ წინ არის ჩემთვის საჭირო ჩაის ჭურჭელი. ეს არის წყლის ჩასასხმელი, ეს წინ წამოუწიროს, ჩემს რომ მარტივი იყოს წყლის ჩასხმა. ოდნავ გადავწიე. მეც მივიწიე. აი, ახლა ვიწყებ ჩაის ცერემონიას უშუალოდ გაკეთებას, ამიტომ ახლა ვაკეთებ აისაცოს, ანუ მისალმებას. მე როცა ამას გავაკეთებ, თქვენ ციგვინარ და ეს უნდა გავაკეთოთ. აი, ახლა ვაკეთებ. ელენე, შენ სწორად შეტრიალდა. აი, ახლა ვიწყებ. დიახ, ამას ქვია აისაცო. ახლა ვიწყებ ყველაფრის გაწყენას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს სტუმარს, ჩემს ძვირფას სტუმარს მივართო ყველაფერი ძალიან სუფთა და მის თვალწინ ხდება ეს ყველაფერი. წმენთ ჩაის კონტეინერს. ჭურჭელს ალბათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დიახ. წმენთ ასევე ჩაის კოლს. ეს არის ჩაის კოლი. ეს არის ბამბუკისგან გაკეთებული. ესეც ბამბუკისგან არის გაკეთებული. ეს არის ჩაის მუსარევი. ეს არის მუსარევი. დიახ, მუსარევი. აი ესეთი ფორმით უნდა იყოს. ეს არის ჯამის გასაწმენდი. სალომე, უკაცრავად რომ გაწყვეტინებ, მე როგორც ვიცი, ჩაის ჭურჭლის რაღაც ნაწილს შენ თვითონაც აფორმებ და აკეთებ. აი ეს არის ჩემი გაკეთებული ჯამი. ძალიან ლამაზია. ეს არის თიხის. ფაქტურად მნიშვნელობა აქვს. დიახ, თიხის განკეთდება ძირითად შემთხვევაში, იმიტომ რომ ძვირფასია, შემდეგ გააჩნია რითი გავაფორმებთ ამას შემდეგ, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი მნიშვნელობა. ანუ როცა შენი გაკეთებული, მასპინძლის გაკეთებული ჯამით მიართმევ სტუმარს. ყველაფერს ეს უკვე რაღაც პატივისცემის ნიშანი. აი ახლა ვამოწმებ აი ამას, რასაც ქვია ჩაასენ, რამე ხომ არ აქვს. რამე ისეთი რომ ვამოწმებ, ვუყურებ, როგორ უნდა გამოჩდეს? ანუ თუ თქვა რაღაც ბუსუსები აქვს, თქვა აი ამ ბამბუქს, ამას ვამოწმებ, რომ შემდეგისთვის ვიცოდე, თქვა რამე
არასწორი იცი რა მაინტერესებს თან პარალელურად ეს რიტუალი განსაკუთრებულ შემთხვევებში ტარდება თუ ყოველთვის როდესაც სტუმარს ველოდებით და გადავწყვეტ რომ საღამოს ჩაი ერთად დავლიოთ ამ არა, ეს შემთხვევაში განსაკუთრებულ შემთხვევებში ტარდება ზირითადად ბუდისტურ ტაძრებში. ტარდება ოჩაკაი ქვია ჩაიზე შეხვედრა. აი ახლა ოჯახებში ამ ტრადიციას აღარ ხვდებით ოჯახებში ცდილობენ, მაგრამ საკმაოდ რთული ამის გაკეთება თუ არ გაქვს ყველაფერი. ანუ ამას რაღაც რელიგიური დატვირთვაც აქვს? დიახ, რელიგიასთან კავშირშია ძენ ბუდისტთან აეხლა ვიგეთქვით რატომ. აი ახლა ჩაიდანი გავათბე და გადავასხი. აი ახლა უკვე მალე გამზადდება ჩაი. სწორედ ეს ის როცა თქვენ უნდა მიირთვათ ტკბილეული. ამიტომ დიახ. უნდა აიღოთ ტკბილეული, აიღოთ. იცი როგორი დაძაბული ვარ. აი ნებულად. რაბის დაგებოდა პიჭოს ესეთი დაძაბული გინახა მიირთვით პირდაპირ. ეს აუცილებელია, ეს უნდა გქონდეს აუცილებლად. ეს არის ტკბილეული ეს არის ტკბილეული იაპონიიდან ჩამოტანილი, იაპონური სტილის ტკბილეული, რასაც ქვია ვაგაში. ხო და აუცილებლად იაპონური სტილის ტკბილეული გამოიყენება ამისთვის, ამ ჩაის ცერემონიისთვის. აი ახლა უკვე და ვიწყებ ჩაის შემადგენლობა გაკეთებას. რისგან მზადდება ეს ხატენა? პროცესი? აი ეს ახლა რასაც მიირთმევს ჩვენი სტუმარი, ეს არის ტკბილი ლობიოს მარცვლები, რომელსაც აქვს თაფლის არომატი. იცით რა გემრიელია და მინდა გითხრათ რომ სხვათა შორის ფელამუშს მაგონებს ცოტა ვიზუალურადაც გავს. ბოლომდე უნდა მივირთოთ ცხადი, არ უნდა დავტოვო. შეგდა დატოვოთ, მაგრამ ჯობია ბოლომდე მივირთოთ, იმიტომ რომ ისედაც პატარა ნაჭერია. აი ახლა როცა მივირთვით ტკბილეული მთლიანად, აი ახლა მივირთმევთ ჩაის. ანუ ჩაი ამ შემთხვევაში არა ვთქვათ, აი ჩაიზე მიყოლება ვთქვათ. არის ჯერ ტკბილეულს მივირთმევთ, შემდეგ მივირთმევთ ჩაის. ტკბილეულის სიტკბო და ჩაის ოდნავი სიმწარე აბალანსებს ერთმანეთს. მე რომელ ჩაის მივირთმევ ახლა? ახლა თქვენ მივირთმევთ რაღაცა, რასაც ქვია უსუჩა, ანუ რბილი ჩაი. უსუჩა. უსუჩა. მწვანე ფერის არის ჩვენ უსუჩა. ჩაის ქვია ხელები ჩა. ესე მაქვს, ჩაის ქვია ჩაი, დიახ. თუ ორი ხელით. აი ახლა მას შემიძლია განახოთ, როცა მიიღეთ. ალბათ ამასაც თავისი აი წესია. მარცხენა ხელზე გიდევთ, აი ეს მარჯვენა ხელით გიჭირავს. გიჭირავს, რადგან წინა ნაწილი შეიძლება გაცვდეს, წინა ნაწილი შეიძლება გაცვდეს თუ ყველა მაგიდან დალი, ამიტომ ვაბრუნებთ 90 გრადუსით. აი ეს. მარცხნივ, აი საათის და ეს ცოტა უნდა იყოს აუცილებლად, 1 ხო? 2 გააჩნიათ რაოდენობას. აი რა მაინტერესებს ჩვენ ხო ვართ ბევრი ბოლომდე სავსე არ. ცხელ ჩაის და როდესაც ეს ცოტა რაოდენობით დაასხავი გურევ რაღაც მთელი რიტუალით ცივდება ხო სავარაუდოდ და მაგი მაინტერესებს როგორ გითხრა მართლა იაპონიას სომეს ჩაისაც ალბათ აქვს ხო მნიშვნელობა რა სახეობის ჩაით ვუმასპინძლდებით თქვა სტუმარს ჩაის ცერემონიები ძირითადად ტარდება იმ სახეობის ჩაით რასაც ქვია მაჩა ეს არის მწვანე დაფქული ჩაი. იაპონიაში გვაქვს სხვა სახეობის ჩაიც, მაგალითად სენჩა, ან კოჩა, ისე მწვანე ჩაი, ან შავი ჩაი ჩვეულებრივი. ამით ვერ გავაკეთებ ჩვენ ჩაის ცერემონიას. უნდა იყოს აუცილებლად მაჩა. დიახ, მაჩა. დაფქული მწვანე ჩაი აქაც არის შეიძლება ნახოთ, აი ასეთი. ჩაის ცერემონიალი რამდენ ხანს გრძელდება? გააჩნია სტუმრების რაოდენობას. ანუ ზოგადად ძალიან საკმაოდ როცა ჩაი გამზადება, მაგის შემდეგ იწყებენ ხოლმე ლაპარაკს, მსჯელობენ თითოეულ ჩაის ჭურჭელზე, როგორ დამზადდა, სად არის გაკეთებული, რა ორნამენტები აქვს, თუ აქვს რაიმე ორნამენტები და ასე მიდის ლაპარაკი. თუ ბევრი სტუმარი ყავს, ერთი დიასახლისია, აი თქვენ მაგალითად თქვენ მასპინძლებთ ყველას და აი ამ რიტუალს სათითაოდ ვაკეთებ? ესე ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ძალიან დიდი დრო დასჭირდება, ამიტომ რამოდენიმე დახმარე, ანუ ერთი თვითონ მასპინძელი აკეთებს მხოლოდ პირველი სტუმრისთვის, ანუ ალბათ ყველაზე პატივსაცემი სტუმრისთვის და შემდეგ რაღაც კულისები აი იქ-იქავე და იქიდან გამოაქვთ თვითონ ეს ჯამების სხვა აი ჩვენი მაყურებელიც და ფონად აუცილებელია ეს ტრადიციული მუსიკა იყოს. ეს მუსიკა ზოგადად არ აქვს, იმიტომ რომ უნდა იყოს სიჩუმე ან და კიდევ ანუ წეგან რელიგიასთან კავშირზე იყო ლაპარაკი. ეს არის ჩემი აზრით და ალბათ დამეთანხმებიან სპეციალისტებიც, რომ ეს არის მედიტაციის ერთგვარი ხერხი. აი ხო მე თან ვლაპარაკობდი, მაგრამ ზოგადად ეს არის მედიტაცია. ბოლომდე ვართ კონცენტრირებული აი ამ ერთ რაღაცის კეთებაზე, ჩვენს აწმყოზე. ჩემი აწმყო ახლა ამის კეთება ხო? თუ მე ბოლომდე კონცენტრირებული არ ვიქნები, შეიძლება რაღაცები შემოშალოს. ეს არის რელიგიის, ანუ ძენ-ბუდიზმის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი, ესე რომ ვთქვათ, არის ის, რომ აწმყოზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები და აწმყოზე მივმართოთ ჩვენი ენერგია. ამიტომ მუსიკა ხელშემიშლი და მე ვთქვათ, აწმყოზე ორიენტირებაში. ამიტომ მუსიკა არ გვაქვს. კონცენტრაცია. და როცა მე ამას ვაკეთებ, მაშინაც ლაპარაკი არ არის, რომ არ შეუშალოთ ხელი მასპინძელს, თუმცა შემდეგ უკვე როცა ჩაი დამზადება, აი როცა მოგართვით ეს, ამიტომ იწყება ეს სადაო, როდის გაკეთდა? თქვენ
თქვენ გააკეთეთ, ანუ თქვათ რაღაც ანუ სასაუბრო თემაც უკვე მოცემული კი, მოცემულია. თქვათ აი ისიც აი ეს იჩიგო იჩია, ხო რა აზრი აქვს, ვინ დაწერა, როდის შეიძინა, თქვათ აი ესეთი შეკითხვა. სხვა თემაზე თუ მოგინდა საუბარი. კი, სხვა თემაზეც კი შეიძლება, მაგრამ ალბათ არ უნდა დაარღვიო ის თავიდან დასაწყისი ბუნებრივია რაღაცა ეს საომე ამის მირთმევა სწორი ფორმა რომელი ან რამოდენიმე ყლუპით მე უნდა გამოგიტყდე და უნდა გითხრა რომ ჩაის ძალიან დიდი მოყვარული ვარ საერთოდ მეც და ჩემი ოჯახიც ჩემი მეუღლე განსაკუთრებით ძალიან გვიყვარს იაპონური ჩინური ჩაი თუ შეგვიძლია რომ შევიძინოთ სადმე აქ საქართველოში ესეთი ჭურჭელი რომელსაც მე გავუმასპინძლდებით რომ მობრძანდება სტუმარი ჩემთან გავუმასპინძლდები აი ესეთი რიტუალით და დარწმუნებული ვარ ძალიან სიამოვნები წავა. სამწუხაროდ საქართველოში ძალიან რთულია, საერთოდ იაპონურ კულტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნივთის ან საჭმლის ასე შემდეგ შეძენა. ეს ყველაფერი მე ჩამოვიტანი იაპონიდან, აი მართლა 3 თვის წინ ჩამოვედი და იქიდან ჩამოტანილი ეს ტკბილეულიც, ეს ჩაიც ყველაფერი იქიდან არის ჩამოტანილი. დარწმუნებული ვარ შეგიძლიათ გამოწერა, თუმცა აი ამაზე სპეციალიზებული მაღაზია, სადაც უშუალოდ იაპონური ჩაი ან თქვა და ესეთი იაპონური სახის კლუბი შეგიძლიათ სამწუხაროდ არ არის და არც ინსტრუმენტები ესეც იაპონიიდან საომე შენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყავი იაპონიაში იქ სწავლობდი ასევე სერტიფიკატი გაქვს ხო რომელიც აი ჩვენთან არის სტუდია შეიძლება დიახ ბუნებრივია კი ანუ ეს სერტიფიკატია ეს ერთგვარი სერტიფიკატია რომელიც აჩვენებს რომ მე გავწევრიანდი ომოტე სენკეს სკოლაში არის 3 მთავარი სკოლა რომელიც მე-16 საუკუნის ცნობილი ადამიანისგან იღებს დასაბამს აი სწორად გადმოაბრუნეთ რა გავაკეთო აი ესე არის სწორი და 3 მთავარი სკოლა ომოტესენკე, ურასენკე და მუშანოკოჯისენკე მე ვარ ომოტესენკეს წევრი ამაზე მივიცდებს ჩემი აი ფუკუსას ფერიც ეს ფერი არის ის ფერი რომელიც განსაზღვრავს მიუთითებს და რას ნიშნავს აი თან აგვიხსენი რომ ამ სკოლის წევრი ხარ ეს გვაინტერესებს დიახ ანუ ეს სკოლის ამ სკოლის წევრობა ნიშნავს იმას რომ აი ამ კონკრეტული დეტალებით აი ასეთი ფორმით ვამზადებ ჩაის ანუ განსხვავება სკოლებს შორის არის მცირე იდეურად ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს რომ უნდა მოვუმზადოთ ჩაის სტუმრებს თუმცა არის რაღაც დეტალები როგორ ვაბრუნებ თქვათ როგორ ვაბრუნებთ ამ ჯამს რის მერე რას ვაკეთებ და ყველაფერი გადაწყვეტილია ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს და სხვადასხვა სკოლის წევრები ამას სხვადასხვანაირად ასრულებენ ანუ ეს სკოლა კონკრეტულად ბოდიშით ალბათ იაპონურ კულტურაში ეს შეწყვეტინება არ იქნება მიღებული ეჭვი მაქვს იმდენად მშვიდები და გაწონასწორებულები მაგრამ კონკრეტულად ანუ ეს სკოლა არის ჩაის კულტურასთან დაკავშირებული თუ არის რაღაც სხვა მიმართულებებით და როდესაც წახვედით ეს იყო თუ არა თქვენი მთავარი ჩანაფიქრი თუ შემდგომ აღმოაჩინეთ შემდგომ აღმოაჩინე იმიტომ რომ როგორც საქართველოში თქვა ჩაის ცერემონიაზე დიდ ინფორმაციას ვერ მოიპოვებს საქართველოში მცხოვრები ადამიანი ანუ იქ რო ჩავედი მაშინ გავიგე უშუალოდ უფრო კარგად რას ნიშნავდა ჩაის ცერემონია ეს სკოლა შეიძლება ცოტათი ქართულად რთული სათარგმნელია მაგრამ ეს არის რაღაცა სახლი აი სკოლა რაც ისეთი რთული სათარგმნელია მაგრამ ეს არის უშუალოდ ჩაის ცერემონიაზე ორიენტირებული ანუ ძალიან დიდი ხნის კულტურა არსებობს ამას მოყვებიან შთამომავლობით გააჩნიათ თავიანთი საფირმო ესეთი ჩაის ოთახი რომელსაც ქვია ფუშინ ან ამის იეროგლიფების სწორედ აქწერია რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს რომ ეს არის ომოტესენკესგან მიღებული რაღაც ლიცენზია რაღაც სერტიფიკატივით ეს ნიშნავს რომ მე საწყის ეტაპზე ვარ ახლა შემიძლია გავაგრძელო მაღლა და მოვიდე თუმცა საფეხურები ეს არის საწყის ეტაპი შევედი გავწევრიანდი ამ სკოლაში აი საინტერესო რა განსხვავებები არის ამ სკოლებს შორის აი ესეთი ძირითადი კი ახსენე რომ მცირე განსხვავება მაგრამ რაღაცა განსხვავება ალბათ იქნება ესეთი კი ანუ ის როგორც უკვე თქვი მაგათად მე დიდი გამოსვლება არ მაქვს სხვა სკოლებთან დაკავშირებით და არ ჩემს ასეს იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერზე მივიდოდით რაც იყო ომოტესენკეს შეხვედრები ხომ იმის მიზეზი რომ დიდი იდეური განსხვავება არ არის არის ის რომ თავარი ამ 3 სკოლის გამაერთ ვინც ჩაუყარა ყველაფერს საფუძველი ამ ადამიანისგან ეპოქურად ძალიან დაშორებული არ იყო ის დრო როცა ეს სკოლები გაიყო ანუ იყო ერთი ძალიან ცნობილი სენორიკიუ ეს ადამიანი რომელმაც ჩამოაყალიბა ჩაის ცერემონია იმ სახით რა სახითაც დღეს გვაქვს და მაგათად მისმა სიძემ უკვე დაიწყო ეს სკოლა და სხვადასხვა ადგილებში თქვათ ერთმა ადამიანმა კიოტოში დაიწყო ერთმა ადამიანმა სხვაგან დაიწყო და ანუ ეს 3 სკოლა ძალიან მალევე ჩამოყალიბდა ანუ დრო არ ქონდა დიდი რომ თქვათ იდეურად დაშორებოდნენ ერთმანეთს ან განხეთქილება არ მომხდარა უბრალოდ სხვადასხვა შთამომავლებმა გადაწყვეტეს რომ თავიანთი მცირე ცვლილებებით გაეგრძელებინათ ეს ტრადიცია. თუ აპირებ, უფრო მაღალი საფეხურები დაიპყრო.
ეს ისევ და ისევ დაკავშირებული იმ პრობლემასთან, რომ საქართველოში ვარ ჯერჯერობით, თუმცა აუცილებლად მინდა ჩემს არაჩვეულებრივ სენსეისთან მაქვს ძალიან სხვადასხვა ფერები ეს ასე დარჩება, თუმცა უფრო მეტი სერტიფიკატი მექნება. ჩემს სენსეისთან მაქვს ძალიან ახლო კონტაქტი ახლაც, აი ძალიან მოკლედ მადლობას გადავხდი თუ შეიძლება გამოვიყენებ. Моряма сенсей, хонтони аригато гозаимашита, осогани наримашита. Мата хонтони гайташимасу. და აპირებო გავაგზავნო. მეც მინდა რომ მადლობა ვერაფერს ვერ ესე დავასრულოთ, მაშინ გადაცემის ეს ნაწილი. მინდა გამოგითხრათ რომ ცოტა არაკომფორტული არის ამ პოზაში, ჯდობა იმიტომ რომ დამებუშდა ფეხები, მაგრამ მინდა გითხრათ უღრმესი მადლობა, იმიტომ რომ ძალიან გემრიელი იყო და ძალიან სასიამოვნო იყო ეს პროცესი. აუცილებლად გადავიღებ ამ სასიამოვნო მაგალითს და საჭირო მაგალითს და ესე მოგემსახურებით ხოლმე აწი მე როდესაც მოგზაურობთ რომ იაპონია არის ის ადგილი, სადაც მოგზაურობა ყველას ოცნება, იმიტომ რომ სრულიად ცვლის წარმოადგენს. ძალიან შევიტანე ამაში. ძალიან დიდი მადლობა. აი, არიგატო. დიდი მადლობა. არიგატო, დროებით გემშვიდობები, დავბრუნდებით კვლავ.